ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ფილოსოფოსი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევის ფაქტებზე წერს. ხელისუფლებას კი რეაგირებისკენ მოუწოდებს. არსებობს ასეთი ამერიკული ხუმრობა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება, ის ამერიკის შეერთებული შტატებია. მიზეზი მარტივია. აქ ამერიკის საელჩო არ არსებობს. ვისთვის ხუმრობა, მაგრამ ჩვენ ქართველებს 2003 წელს ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი და დაორგანიზებული რევოლუცია 9 წლიან დიქტატურად, ადამიანების მკვლელობად, ბიზნესის რეკეტად, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღებად და ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა. 2003 წელს ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციას ადგილზე კოორდინაციას სწორედ ამერიკის საელჩო და საელჩოს დაკავშირებული NGO ორგანიზაციები უწევდნენ, როგორებიც იყო კმარა, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა. ამ მავბედითი დღის შემდეგ 22 წელი გავიდა, თუმცა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც სამ ქვეყნის საელჩოს საქართველოში ზნე და მისნები არ შეუცვლია. სამწუხაროდ ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ქვეყანა გამუდმებით ცდილობს ჩვენი ქვეყანა რევოლუციის, არეულობის და დესტაბილიზაციის ქარცეცხლში გახვიოს და ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ მიზნებს ზედმიწევნის ზუსტად უსიტყვოდ ასრულებდა. ზოგადად ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და აცნობიერებს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ყველაფერნი არიან გარდა დიპლომატებისა. უმეტესობა მათგანი განსაკუთრებით deep state-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ მართული ქვეყნებიდან დანიშნული დიპლომატები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. სრულ კოორდინაციაში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უფრო მეტიც, ისინი სრულად აკონტროლებენ პატრონების დავალებით ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. მაგალითები უამრავია. სულ ბოლოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულმა გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ გადადგომამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია კელი დეგნანთან. ისაუბრეს ყველაფერზე, მათ შორის ნიკამელიას დაკავებაზე. ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ყოფილმა პრემიერმა გუნდის ღალატის უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა და ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კელი დეგნანი საქართველოში ბევრ სხვა სკანდალში გაეხვა. ის გამუდმებით ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გახდა თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც ამერიკიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ისფედმა პარალელური დათვლის შედეგებიც კი გააყალბა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოყვა. ელჩმა ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მინიმუმ ერთი თვე მალავდა ამ სკანდალურ ფაქტს და ისე მართავდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და მის მიერ კონტროლირებულ ოპოზიციას შორის, რომ ამ ფაქტზე სიტყვა არ დასცდენია. მას შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენ სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, სადაც როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკვანძო როლს სწორედ კელი დეგნანი ასრულებდა. მხოლოდ იმ სკანდალური ფაქტის ანალიზი, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და პოლიტიკიდან გასულ ადამიანთან 3 საათის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა პოლიტიკაში შემოსვლას და ანტიქართული ნაბიჯების გადადგმას, საკმარისია შესაბამისი დასკვნების გამოსადანად. ყველა კარგად ხვდებოდით, რომ კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც deep state-ისგან პირდაპირ ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია ეს გარემოება არ ამართლებს დიპლომატიის გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა რუსეთისთვის პრობლემების შექმნაზე. ამ ქალბატონის კიდევ ერთი არანაკლებ სკანდალური ამბავი ბაკურიანის ცნობილ ტრენინგსაც უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხაზით საქართველოში პიტერ აკერმანი ჩამოიყვანეს. ეს ადამიანი ცნობილია როგორც სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებისა და გადატრიალებების მოწყობის სპეციალისტი. აკერმანმა სწორედ საელჩოს და ელჩი დეგნანის დავალებით დაორგანიზებით ბაკურიანში საიდუმლო ტრენინგი ჩაუტარა ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსებულ NGO ორგანიზაციებს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ვახშამს კი თავად დეგნანიც ესწრებოდა, თუმცა ამ სკანდალური ტრენინგის შემდეგ რევოლუციის ცნობილი სპეციალისტი მალევე გარდაიცვალა. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ვინ მოსვლის მერამდე გადატრიალება აიცილა თავიდან. ჩამოთვლილი მაგალითების გარდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩების საანტიქართული ქმედებები უამრავია და ყველაფერი ზედაპირზე დევს. კელი დეგნანზე არანაკლებ სახიფათო საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და სკანდინავიის საელჩოები, თუმცა სამწუხაროდ აქამდე არც ერთ მათგანს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ზღვარგადასული და კომპეტენციის ფარგლებიდან შორს გასული ქმედებების გამო. მართალია საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ხშირად დიპლომატიურად და ფრთხილად მიუთითებს ანტიქართული ქმედებებით ცნობილ დიპლომატებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ ცხადია ეს მოწოდებები არაფრის მომცემია. თუმცა იქამდე, სანამ ჩემს პოზიციას გავაცნობ საზოგადოებას თუ როგორ მესახება საელჩოებისა და ელჩების თავაშვებული ანტიქართული ქმედებების პრევენცია, აუცილებელია მოკლედ გავაანალიზოთ ის მოდელი თუ როგორ არის ფორმირებული საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოები. მაგალითისთვის ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა უწყებაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაა. დღეს მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს. არადა კეთილსინდისიერი დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას ამ რიცხვის 1/5-ით არ სჭირდება. სწორედ საელჩოში დასაქმებული ხალხის რაოდენობიდან მომდინარეობს ყველა სხვა პრობლემა. წმინდად დიპლომატიური საქმიანობის განმახორციელებელი ადამიანების გარდა საელჩოში არიან სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორები, რომლებიც ფარავენ და აკონტროლებენ მედიას, NGO-ებს, სხვადასხვა ფონდებს, აწყობენ ტრენინგებს, ხშირ შემთხვევაში შეფარული საქმიანობით ავრცელებენ მათთვის სასურველ პროპაგანდას და აგიტაციას, უხეშად ერევიან განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვანძო სფეროებში. ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს მათივე დაარსებული და გაკონტროლებული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებენ. საბოლოოდ კი, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან მათ მიერ გამოზრდილ და გამოკვებილ ხალხს, ხელისუფლებას უპირისპირებენ, თავად კი გვერდზე იწევიან და სიტუაციას სამოქალაქო საზოგადოების პროტესტად ასაღებენ. ანალოგიური მეთოდით ოღონდ მასშტაბებში უფრო მცირე ფორმით მუშაობენ ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნებისა და ევროპული ქვეყნების ცალკეული საელჩოები. სწორედ იმ ქვეყნის ეგრეთ წოდებული დიპლომატიური სამსახურები, რომლებიც, როგორც აღნიშნე, პირდაპირ კონტროლდებიან Deep State-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ. და თუკი ამერიკაში ჯერ კიდევ ეჭვია Deep State ისევ მართავს თუ ტრამპმა შეძლო სადავეების ხელში აღება, ევროპაში ამის ეჭვი არ არსებობს. ევროკავშირის საელჩი სწორედ Deep State-ის მსახურია და ისე იქცევა, როგორც ამას არაფორმალური მმართველები, ოლიგარქები დაავალებენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს. გასაგებია, რომ დღეს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ყველანაირ უცხოურ ზეწოლას, თუმცა ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდებისთვის საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და განიარაღდეს იმ მანკიერი ბერკეტებისგან, რაც საქართველოს მუდმივ ტურბულენციაში ამყოფებს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამე თუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და უგრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა ფონდებისა და NGO-ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.